გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ვის უთხრა უარი ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად. და რუბრიკის სტუმრები არიან ცეკვავენ ვარსკვლავებიდან უდროოდ გამოვარდნილები ტოლი ბოისა და სალომე ჭაჭუა გთხოვთ. გამარჯობა. ნახე რა რითმი მივეცი რომ შემოხვედით, ვარდოსანიძე რო გონიათ მოცეკვავე? ნახე. მე სულ ამბობდი მაგას. ხო ამბობდი სულ, ვინ დაგიჯერა? ეხლა შეიძლება შესახედავად კარგი ბიჭია, მაგრამ ცეკვებში ახლა ჩაბერ ხო? ცეკვებში რაღაც შენსავით არა, ჩემზე წინ წავიდა. შენზე წინ წავიდა. ამიტომ შენ უფრო მიყვარხარ თო. შენ მე არ გაგიგდივარ, ჩემი მანქანით არ დაგულაობდი ქალაქში. ასე რომ შენ ხო, სხვათა შორის ინაუგურაციაზე ვიყავი და რაღაცები გამომატანეს თქვენთან. წამოვიღე ეს ასე, რა ვიცი, ტოლიკ ეს შენ. ეს არის ნამცხვარი ლებრონ ჯეიმსი. თურმე ძალიან უყვარს მარგველაშვილს მაიამი ჰიტი. და ეს შენ და სალო, შენთან ლობიანი გამომატანეს. დიდი მადლობა გადაიცი. ასეთი სუცინცხალი, ეხა მოდის. კალათბურთი რო უყურს ძალიან კაია. ეხლა მთავარია არმია შევაყვაროთ. არმია. მოკლედ, პირველი სტუმრები ხართ თქვენ, ახლა გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ. ეპოქაში. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ რამე, აი ჩაიფიქრე ტოლიკ. ჩაიფიქრე? აგიხთა? ვერა გამომაგდი. ჩაიფიქრე? სურვილი. აგიხთა თუ მომავალში აგიხდება? მომავალში აგიხდება. მე არაფერს ჩავიფიქრებ. იმიტომ რომ მე რო სურვილი ჩავიფიქრო, ვარდოსანიძე სიცოცხლის ბოლომდე ფეხით მიდის. სიცოცხლის ბოლომდე ფეხით მიდის და არ ჩავიფიქრებ. კარგი. მიუხედავად იმისა, რომ სალო, შენ მონაწილეობდი სამივე სეზონში. და რეალურად რა, მოგებული ვერ გახდი. არა ხო. ვერც ერთხელ. ხო, ვერ მოიგე. ვერც ერთხელ მაინც ჩემი აზრით, ჩემთვის სამეჯლისო ცეკვების და ზოგადად ამ პროექტის სიმბოლო ხარ შენ. დიდი მადლობა. ნაირი მიდგომა ეს. ახო, მე თქვენ ხო გაგაფრთხილეთ. სანამ მოვიდოდნენ სტუმრები, რომ როდესაც ვახსენებ სალომე ჭაჭუას, უნდა ტაში. როდესაც ვახსენებ გიორგი ვარდოსანიძეს, უნდა რა ვერ ისწავლეთ ეს, რა ვერ გაიგეთ, ხო? მე არ მახსენებ ხო დღეს? როგორ არ გახსენებ? ჩემზე რა რეაქცია აქვს ხალხს? რა რეაქცია გაქვს ტოლი ბოისაზე? მადლობა. კი, დამანახეშვილო ერთ წუთს მიაყუდე. ზოგადად კალათბურთს რო ახსენებენ, მე არ ვიცი იქ ვის რა მოწონს და ვინ არის აივერსონი და ლებრონ ჯეიმსი და მანუ ჯინობილი, კალათბურთს რო ახსენებენ, მე ყოველთვის მახსენდება ბოისა. ოღონდ ვლადიმერი. ეს როგორ არის, იცი? გახსოვს ჩვენ ბავშვობაში რო იყო სერიალი პირველ არზე გადიოდა ძილის წინ. აი ხა შენ ხელა არ ვარ. არა, ჩემ ხელა ეგრეც არ არის. ჩემ ხელა ვინ ხართ? გუფი, ძილის წინ გახსოვს სერიალი? აი, ძილის წინს რო ამბობენ, ეგრევე მარეხ ძოძუაშვილი მახსენდება ხო? აი, ასე არის ტოლიკა კალათბურთზე. ხო, რა ვიცი, რაღაცნაირად ხუმრობ ხოლმე, ისე დეპრესიაში ვარ. რა ვიცი, ვარდოსანიძე და ძალიან ცუდად მომექცა. გაყიდა მანქანა, წილიც არ მოუტანია. რა არიცი? ხო წაიყვანე ჩემი მანქანა. ტოლი, კაი მომისმინე რა. ხო წაიყვანე ჩემი მანქანა, წაიყვანე. ღმერთმა შეგარგოს, ბიჭო, ვინოხერი. ერთხელ არ მიხსენებ. მაგრამ გაყიდე ხო? დამირეკე ერთხელ შეკაიდეთ მამიშვილი. და მითხარი, ოთარ, პახმელიაზე ხო არა ხარ? 100 ლარი წაგიყვან ხინკალზე რაღაცას გამოგიყვან. შენც არ მომიკვდე. მსახიობები, ვიცნობ სხვა მსახიობებს, კაცო ხელგაშლილი ხალხი. ეს დამწვარი ვინ არის? ვინ რა უნდა, კარგი დამანე. აღარ ვიდა ვარდოსანიძე რომ დომოდა მოვიწევდი. აღარ გამახსენოთ ეს კაცი.
რას წერენ სოციალურ ქსელებში? ყოველთვის როცა მყავს ხოლმე სტუმრად ცეკვავენ ვარსკვლავებიდან გამობუძულებულები. გამობუძულები. არა, შენ ხარ გამოვარდნილი. გამობუძულებული არის ის. ისე სასწაულია, კაცო, 3-10-იანით და 2-9-იანით გამოვარდით, ხო? კი. და რატო არ გიხარულო ესე ლამაზად გამოვარდ? თავისთავად ძალიან საწყენია. საწყენია ორმაგად, იმიტომ რომ ანუ მართლა კარგად ვცეკვავდით და გამოვარდით და ამასთან ერთად რომ შოუს ესეთი მართლა მეგა პროფესიონალი დააყრდა, მართლა ძალიან საწყენია. კი, ალბათ სალომეზე ამბობ იმედი. იმედი მაქვს. რას წერენ სოციალურ ქსელებში? თაკო ჩორგოლაშვილი ყველაზე მაგარია. მაგისი ნომერი ხო არ იცით ვინმე? ოღონდ SMS ნომერი კი არა, ნამდვილი. რა უცნაური წყვილია. რეზიკო მაყარა პარკეტი და ეს ნინა თითქოს ცალკეა. ნუ ეხლა ამის საკითხვა არ მინდოდა, მაგრამ ობიექტური რო ვიყო, წავიკითხავ. ჯერ ეს სტატიშვილი არ გვეყოფოდა და ის გაბურძგნული კაცი ვინ არის ჟიურიში? ამას ალბათ ჩერტკოებზე ბენედიქტოვი, უნიჭერესი კაცია სხვათა შორის, მე მაქო ბევრი და პატვის ვცემ. კოჭლი ნიჟარაძე მირჩევნია გამართულ კოტიკოს. ჩერტკოევი და ვენედიქტოვი რო ბოისას ბედს გადაწყვეტენ, რა უთხარი მე იმ საქართველოს ქეთინო კალაშოვა. ეს ვიღაცა ხო არ გვეშვება ბიჭო რა. დაიყო გუშინ. ეს სუწერს და წერს, გთხოვთ დააბრუნოთ როსტოვი. გთხოვთ დააბრუნოთ როსტოვი. აღარ აბრუნებენ ამ როსტოვს. აი ხა სალომე. რომელი მეწყვილე სამ პროექტში მიიღე მონაწილეობა. რომელი მეწყვილე დაგამახსოვრდა ყველაზე კარგად და რატომ ბოისა? ყველაზე ძალიან დავამახსოვრდა ესე ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ გიორგისთან მეორე სეზონი. ეს სუბიექტურია. იმიტომ რომ არ დამთავრებულა ის სეზონი ამისთვის. იქ არის კიდე. რატომ? ალბათ უფრო ყველაზე ესეთი ძლიერი იყო პარტნიორებს შორის. არ გეწყიოს. ნათელია რომ უფრო ძლიერი იყო, თორე აქ კი არ ვიჯდებოდი ახლა. აბა წევლა ხო იცი შენ? ცეკვავი მასკოვების წევლა შენ წადი ტატიშვილთან. ასე. ნეტა ვინ შემოგხედათ ცერად შვილებო. კარგი. მომავალ წელს თუ მიიღებ მონაწილეობას? არ ვიცი. ნახოთ. ეს თან ეს არის საშა ზალოტოვის ხუზი. მოიჩვია და LeBron James-ი მოეწონა. მოიჩვია და ვერ გავაგდეთ. იმის მერე ვერ გავაგდეთ. კარგი. ყველაზე ძალიან აი თქვენი შესრულებული ცეკვებიდან მე მახსოვს ეს გლადიატორის. პასადობლე იყო, ხო? პასადობლე, ხო? აი თქვენ თვითონ რა სიტყვით? აი ყველაზე ძალიან, ტოლი, სალომეს დავანებებ თავს ცოტა ხანი, იმიტომ რომ სალომე არის აი უმაღლესი კლასის პროფესიონალია და სალომე რა სიტყვის ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის, იმიტომ რომ პროფესიონალი. აი შენ ყველაზე ძალიან რამდენი ცეკვა იცეკვე? 6? ხო. არა 7. 7. მე 8. შენც უმანქანოდადი ხარ და მეც. არა, მე დავდივარ მანქანით, მაგრამ კრედიტის ნაყიდით. და ზოგიერთება მოგებულით არ დადიხარ, ნუ არა, ზოგიერთება, მაგრამ აღარ მინდა ხო თქვი რა. იცი რა, მე უკვე მივხვდი რომ ამ კაც რეკლამას უკეთებ და არ იმსახურებს რა. ან მაგალითად აი გამომიყვანოს პახმელიაზე. ერთხელ მაინც. კარგი, რომელიც ეკვა დაგამახსოვრდა. მე ლინდი ჰოპიც მომეწონა, ეს პასადობლეც მომეწონა, პირველი ცეკვაც იყო კაი, მე ვფიქრობ, ანუ პირველი ცეკვის ჯამობაზე ჯაივიც ძალიან კაი იყო. პირველი ცეკვის რაზე ჯამობაზე? პირველი ცეკვის როგორც არის რა და რუმბაც ძალიან კარგად მახსოვს მე რომ მკითხო, ძალიან მაგრად მახსენდება რა. ახლა მე და შენ საუბრობდით იმ დღეს. ყველას გვეგონა
და დარწმუნებული ვარ თქვენს დღემდე გონიათ, რომ ბოისა არის უკრაინული გვარი. ეს თურმე ასე არ ყოფილა. არ ყოფილა. გითხარ, მოგვიყევ, ძალიან საინტერესოა. მე ვიცი რომ ფილიპინელი ბოისაც ყავს, ხო შენ Facebook-ში, მეგობრად? აფრიკელიც. აფრიკელიც. ბრაზილიელიც. ბრაზილიელიც. მრავლად არის. ანუ ვიღაც შენმა წინაპარმა მაგრად იგულავა. ძალიან მოილხირა, ძალიან. რატო გამოვარდით, როგორ გონია თქვენ? იმიტომ რომ ხალხი არ მიგზავნიდა SMS. რატო ქონდა ცოტა SMS-ი? ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული წესით წყვილი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩვენ გეუბნებოდნენ, ხო გახსოვს? ხო. აი ეგრე ჩვენს გვეუბნებოდნენ. ანუ მე რას ვეუბნებოდნენ? მთელი ოჯახი გიმესიჯებ. მთელი ოჯახი და როცა დავიწყეთ ცეკვა, მაშინ გამომაგდეს. და თქვენზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ნამდვილად. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყოველ ტურზე ვიყავით ჩვენ, ანუ SMS-ების ამბავში, ანუ სუბოლოზე. სუბოლოზე. მე ერთხელ თქვი კიდევაც, ხო, ერთ-ერთ პროფაილში, რომ მეთქი ტყობა ოპერატორები ურევენ მეთქი, თორე არა, ოპერატორები არაფერს არ ურევენ. რა არის, ცი, რეალურად ეხა შეიძლება იუმორისტული გადაცემა, რაღაც, მაგრამ მე რეალურად გეტყვით, არაფერ ოპერატორები არაფერ შუაშია. უბრალოდ ამ ქვეყანაში არაფერი იკარგება უკვალოდ ზოგადად, არა მარტო ქვეყანაში, ბუნებაში და ვარდოსანიძის ცოდვებმა გიწიათ. მეტი არაფერი. მეტია შერაშუაში იყავი, თორე ეს კი იყო გასავარდი. ესე იგი თავიდანვე ვიყავი განწირული. კი, ოდესღაც გავარდებოდი, მაგრამ მე მინდოდა რომ მზიას და კუზანოვს გაეგდეთ. აი მაშინ რაღაცა აღდგებოდა, რაღაც სამართლიანობა. კარგი, ესე იგი, და დღეს რას გვიცეკვებთ? დოლარს ვცეკვებთ. ისეთი რაც მახსოვს ჯერ კიდე, ლინდი ჰოპის პატარა მოძრაობა შეგვიძლია გავაკეთოთ. პატარა მოძრაობა. ლინდი ჰოპი. დასხედით. დავიღალე რამდენი იყო. რაში ვწერდი ამათიანე. კაცო, ეს იყო შენი ცეკვა? სინქრონი ხო იყო ახლა? კი, სინქრონი იყო პირველი 3 წამი. მეტი არც გვიცეკვიათ. მეტი არც გვიცეკვიათ. კარგი, მოკლედ. არ ინერვიულო ტოლი შენ. არ ინერვიულო, ცეკვით არ დაწყებულა შენი ცხოვრება და არც დამთავრდება. სალობე კიდე სოფლიოში უმაგრესი მოცეკვავეა და ყველაფერი წინა აქვს. ვაგრძელებ ისე მე ჩემ ცეკვებს. თავის ცეკვებს? სპორტულ ცეკვებს. შენ სხვათა შორის ახლა თქვი, შეგიძლია თქვა რომ შენ ხო გაქვს სტუდია შენი. რატო არ ამბობ? მე გავხსენი სტუდია. თქვი? Prime Dance. დიახ. ეხლა ცეკვან ვარსკვლავების რეპეტიციებს რაც მიდის, აი ეს არის ჩემი სტუდია. ჩემი სტუდია. დიახ. და ვინ არის შენი მოწაფე ერთ-ერთი? თქვენი შვილი. დიახ. კაპიქს არ ვიხდი. კაპიქს არ ვიხდი. აი ათიანები რაში გამომადგა. აბა იმას ჩემს სახელზე სამხულიანიც არ აქვს ჩაგდებული. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. მართლა ჩემი უსაყვარლესი წყვილი იყავით, როგორც წყვილი და მართლა უსაყვარლესი ადამიანები ხართ, როგორც ასე ვთქვათ, ცეკვის გარეშე ცალ-ცალკე ადამიანები ძალიან დიდ პატივს. ჩვენი უსაყვარლესი მსაჯი იყო. გმადლობთ, გენაცვალე. ძალიან დიდი მადლობა. ტოლიკ, ჩემი მეგობარი ხარ, მართლა ვამაყობ შენთან მეგობრობით, უნიჭიერესი კაცი ხარ და წარმატებებს და ყველაფერს კარს გისურვებ შენ ულამაზეს ოჯახთან ერთად. გენაცვალე შენ და სალო, ძალიან მიყვარხარ. ულამაზესი ხარ, ჩემიანი ხარ და ყველაფერი კარგი გამეხარდება შენი და მომიკითხე გიორგი, არ ეგონოს რომ არ მიყვარს. ძალიან მიყვარს ეგ დებილი, ძალიან. ჩემი ძმა არის, ჩემი მეგობარია. გაიხარეთ. სალომე ჭაჭუა, ტოლი ბოისა.